ხაბეიშვილისთვის აღკვეთის შეფარდებას ის მოსამართლე განიხილავს, რომელმაც მისი დაკავების განჩინება გასცა. საუბარია ფიქრია სიქტურაშვილზე. ხაბეიშვილისა და ზოდელავას აღკვეთზე მსჯელობა ამ წუთებში იწყება. თავდაცვის ექს-მინისტრი ბრალს არ აღიარებს და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს. ჯუანშერ ბურჭულაძის აღკვეთზე თბილისის საქალაქო სასამართლო მსჯელობს. პროკურატურა ბურჭულაძის პატიმრობის შუამდგომლობას აყენებს. მზადვარ რუსეთს სერიოზული სანქციები დაუწესო, როდესაც ნატოს ყველა წევრი ქვეყანა შეწყვეტს რუსეთისგან ნავთობის ყიდვას, წერს დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში. ის ალიანსის ქვეყნებს ჩინეთის წინააღმდეგ 50-დან 100%-მდე ტარიფების დაწესებისკენაც მოუწოდებს. რუსეთში უფაში ნოვოუფას ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უკრაინული დრონებით დაიბომბა. თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა, მუშაობა შეაჩერა უფას აეროპორტმა. მილსადენი, რომელსაც მტერი კუპიანსკში პერსონალის გადასაყვანად იყენებდა, უკრაინის დამცველების კონტროლის ქვეშაა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქალაქში კონტრდივერსიული ოპერაცია მიმდინარეობს. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც სავარაუდოდ ჩანს, როგორც ცდილობენ კუპიანსკში მილსადენის გავლით შესვლა რუსი სამხედროები. გორში ოცნებამ თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიული სიის მესამე ნომრად გენო პეტრიაშვილის პირადი მწვრთნელი არჩილ ბარამიძე წარადგინა. ბარამიძე გენო პეტრიაშვილის ძმის მწვრთნელიცაა. ასევე დასაქმებულია გორის მერიის სპორტის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოში.